მკითხაობის წესები როგორ არის ჩემთან? მკითხაობა არის წარსულიდან მომავალი. წარსულზე თუ ვერ გეტყვით, კლიენტი არ იქნება დარწმუნებული სიმართლეს ვეტყვი მომავალზე თუ არა. მკითხავს უფლება არ აქვს შეეკითხოს რა პრობლემა გაქვს რისთვის მოხვედი. მით უმეტეს ნათელმხილველს. ნათელმხილველი არ უნდა შეეკითხოს. ბევრი მეუბნება ნათელმხილველთან მივედი და მეუბნებიან რა პრობლემა გაქვს რისთვის მოხვედი. ეგრე უნდა დარწმუნდეთ, რომ პირდაპირ უნდა თქვას თქვენ პრობლემას, მაშინ ეს იგი სიმართლე იქნება. მკითხაობა ყოველდღე მაქვს მუშაობ 11-დან 4-მდე ჩაწერა ერთი დღით ადრე ხდება. ბევრი რეკავს მწერს, მოდიან მეუბნებიან რომ აი ჯადო გვაქვს ან რაღაცა, დავშორდი. ეხლა ყველაფერს ნუ აბრალებ ჯადოს. დაშორება შეიძლება ეგრე მოხდა. ეგ კი არ ნიშნავს რომ ნამდვილად ჯადო. კი, ჯადო არსებობს, რა თქმა უნდა. ეხლა სანამ არ მოიხსნება მე-7 თაობამდე გადადის, ზოგიერთ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ზოგიერთ პირადულზე, ზოგიერთ ფინანსებზე. ეხლა რაც ეხება სიმპტომები ჯადოსი, ეგ არის პირველ რიგში თავის ტკივილები, 5 წუთიანები თავის ტკივილები იწყება, მერე არეულობა, მომენტებში ჰაერის უკმარისობა, ან ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც გინდათ რომ მივიდნენ ექიმთან, დიაგნოზს ვერ იგებენ რა ხდება. ეგ არის სიმპტომები ჯადოსი. მით უმეტეს ადამიანი როცა 2-3 საათზე ღამე იღვიძება, ეგ ნამდვილად არის რომ რაღაცა მოქმედება არის ამ ადამიანზე, შავი ძალადობა. დეპრესია, რაც ნიშნავს დეპრესია? დეპრესია ადამიანი უცბად იცვლება, არის ეგრე მომენტი რომ უცბად იცვლება და არეულია და ყველანაირად არის დეპრესიულ სიტუაციაში. ამისთვისაც ბევრი რაღაცა არსებობს, რით შეიძლება ადამიანს დაეხმარო წამლის გარეშე. დახმარება თუ დაგჭირდებათ, ჩემი ტელეფონის ნომერი მითითებულია, დამირეკეთ 4-ის მერე და მეორე დღისთვის ჩაგწერთ. წარმატებას გისურვებთ.